თქვენ ბატონო ვახტანგ ძირითადად სათქმელზე გადავალ ორიოდე სიტყვით გამოვიხმაურები ძალიან მძიმეა დემაგოგის მოსმენა ამ ხალხის მხრიდან ეხა ვისაც ვისმენდით თუმცა ეს კოჰაბიტაციის ნაწილია ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს 2012 წლის შემდეგ რადგან ჩვენ ავირჩიეთ დემოკრატიული გზა ესეც ამის ნაწილია და ნუ უნდა რაღაცნაირად ვისმინოთ ეს ყველაფერი ასევე განსვიფრებული ვარ ბატონის ადეკვატური პოლიტიკური შეფასებებით ეხა რაც შეეხება როგორი შეიძლება იყოს ხო არსებობს კრიტერიუმები როგორი შეიძლება იყოს მერი და როგორი არ შეიძლება უფრო განსვიფრებული დარჩებით უკაცრავად მე თქვენ გისმენდით ესე იგი რაც შეეხება როგორი არ უნდა იყოს მერი ჩემთვის მერობის ანუ წინასაარჩევნო კამპანია ბატონმა უდუმაშვილმა დაამთავრა გუშის აღამს როდესაც მან აბსოლუტურად ესე იგი უზნეოდ ადამიანების გასაჭირით დაიწყო სარგებლობა. თქვენ ფიქრობთ რომ არ უნდა მისულიყო იქ მერობის კანდიდატი? ეს იყო მისულიყო კი ბატონო იმ ხალხთან ვისაც უჭირდა, მაგრამ თქვენ ხო ყველა ნახეთ ის სად იყო მისული და რას აკეთებდა. ირაკლისსაც მინდა მივცე შესაძლებლობა აზრის გამო. უკაცრავად დავამთავრე და მე თუ გნებავ ჩემო დებატებში, ხო? მე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის წარსული. როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც 10 წელიწადი სიცრუის მანქანის ერთ-ერთი ბირთვი იყო და ტირაჟირებდა ყოველდღიურად ამ სიცრუეს და იმედია ნინო თქვენ არ მიწყეთ როგორ ჟურნალისტი, იმიტომ რომ ის უკვე აღარ არის დღეს ჟურნალისტიკაში. ეს ადამიანი სიცრუის გამტარებელი და ძირითადად გამტარი ეკრანებიდან. როგორ შეიძლება მას ჰქონდეს რაიმე ნდობა ხალხისგან, ვისაც აქვს გარკვეული იმედები იმისი რომ ამ ქვეყანაში ოდესღაც დადგება ისეთი რაღაცა დემოკრატიული ვითარება. ვისად არის ბატონ კახის არის რომელიც არის ბატონ კახის არის რომელიც არის აბსოლუტურად თანამედროვე პროგრესული რითია მან მიაღწია თავისი შრომით ყველაფერს და ბატონმა ზარმა რითი მიაღწია სიცრუის ტირაჟირები არა ყურში რო ქონდა ჩადებული და რო გარნახო გასწორდა ხელშეკრულებათა შრომით მიაღწია უკაცრავად გუშინ ტესტი მან ჩააბარა ბატონ უდუმაშვილს გულისხმობ აი ამ უზნეობით რაც ჩაიდინა მის საარჩევნო კამპანია დამთავრდა ელიევას მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი მხარდამჭერების აზრით ირაკლი ელიევას ბაზრობაზე მისვლა სოციალურ ქსელთაოდენობის თვალს გაკრიტიკდა იმაში რომ თითქოს ცეცხლს არ აქრობდნენ აი ამ ფორმით უნდათ მოსვლა და აი ამ მიდგომებით უნდათ მოსვლა კარგით ირაკლი აი კონკრეტულად ამ თემას რომ გამოეხმაუროთ თქვენი შერჩეული თქვენს მიერ სიმპათიზირებული ასე რომ თქვა კანდიდატი გუშინ მივიდა იქ სადაც იყო პრობლემა აუცილებლად უნდა მისულიყო ყველა მაჟორიტარი ყველა კანდიდატი იმიტომ რომ ეს ყველას ტკივილია და მით უმეტეს ქალაქის მერობის კანდიდატი მით უმეტეს იმ რაიონის გებელი მოქმედი მერი ვიცემერი ყველა უნდა მისულიყო მერი არ მისულა იქ და თქვა რომ მისი მისulis საჭიროება არ იყო ვინაიდან სამსახურები იქ მუშაობდნენ და საქმეს აკეთებდნენ აზრი არ აქვს ეგ ვიცით მივა თუ არ მივა მაგათ არაფერი არ წდება ეს გასაგებია სამწუხაროდ განგებლის მისულითაც არაფერი არ გადაწყდება ნახავთ ამას როგორც ბავშვთა სამყაროს შემთხვევაში მოხდა სამწუხაროდ და ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ სამწუხაროდ აქაც ესე იქნება ღმერთ მაგნას რო არ იყოს და აქ კიდევ ერთ თემაზე მიანიშნა თქვენო ოპონენტმა 10 წელი რუსთავი ორში მუშაობა ჩაუთვალეს მას ხარვეზად და მათ ციტირებ ამ შემთხვევაში როგორც სიცრუის მანქანის ლიდერობა ასე დაახასიათეს თქვა მისი ეს კარიერა სატელევიზიო როდესაც ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას სიცრუის მანქანას უწოდებ და ამ შემთხვევაში მოსახლეობას აყენებს შევარაცხყოფას იმიტომ რომ ეს რეიტინგი სწორედ ხალხისგან მოდის და სამწუხაროდ თქვენ ვერ დაგეთანხმებით ამ შემთხვევაში არა მე არა თქვენ არა ბატონს მიმართ ბატონს თქვენი ოპონენტი ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ვცდილობ მოდერატორი ვიყო სრულიად თანაბარ პირობებში ჩაგაყენოთ ნიკა მზალი როგორც ესე იგი მომავალი მერი რომელიც მივიდა იქ სადაც მას დაუწუნეს მისვლა ვინაიდან ჩათვალეს სპეკულირებად და ნარმანია რომელიც მოქმედი მერია და არ მივიდა აი ეს ორი რაღაცნაირი ურთიერთგამომრიცხავი სხვადასხვა სიფტყე იყო წუხელ სცენაზე ჩემი პოზიცია როგორც შეიძლება ხა მისვლა არ მისვლაში ეს ხურდავება შეიძლება არ არის სწორი, მაგრამ ეს ფაქტებია. ჩემი პოზიცია გუშინაც დავწერე, ანუ უბრალოდ დავწერე Facebook-ზე, რომ მე რო ვიყო დაუშვათ მერობის კანდიდატი, არ მივიდოდი. ანუ არ მივიდოდი იმას კი არ გულისხმობ, რომ ხალხი ფეხებზე მკიდია. არც მერი რო ვიყო, არ მივიდოდი თუ კამერები უნდა დამსდებდეს. ამაში არის საქმე რა. თავარი არის ის, რომ გუშინაც მოხდა ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი სწრაფად გაირკვეს ხელისუფლებამ ფეხებზე არ დაიკიდოს გამოძიება ჩატარდეს დამნაშავე დასაჯონ თუ ვინმესთვის ფული აქვს მისაცემი ვიღაცამ უნდა მიცეს ეს არის თავარი ზუსტად ეს არ მოწონს ქართულ პოლიტიკაში რომ ქართულ პოლიტიკოსებს შეუძლიათ უცებ რაღაც სტიქიურ მომენტებში გახდნენ იდეალური ტიპები
ამას აკეთებს არამე რომელიმე ერთი პარტია. ამას აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები წლების განმავლობაში. ყოველთვის რეაგირება ხო არის საჭირო? არა, რა თქმა უნდა. არა. ყველაფერზე 13 ივნის მაგაზე არ არის საუბარი, მაგრამ აი მაგალითად ისევე როგორც კახა კალაძეზე ამბობენ იმას, რომ კახა კალაძე იყო ერთ-ერთი ვინც დაკაპიცებული იმით, რა ქვია, ბოწებით იდგა 13 ივნის. ანუ ეს ამას თუ აკეთებ, არა, ბოდიშ გიხდით, სხვა რამეზე აქვს საუბარი რა. ჩვენ ამით წინ არ მივდივართ. პრობლემა ამაში არის რა. ეს არის გავლილი ალბათ არგმა ქვეყნებმა სუისის ხოლმე არგმა ქვეყნებმა ეს გაიარეს 13 ივნის ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ ახალი სუფთა გაწყრიალებული ბარებით, ფოტოები გადაიღეს და წავიდნენ სახლებში. კაცო, მე ცუდი არის ხო რა იყო და მუშაობდა, ამას უთვლიან რაღაცა. ცუდი არის ხო არ გეუბნები მაგას? რატომ მეუბნები რომ ვიღაცა რომ მივიდა? ცუდია. ოპონენტები ამას უთვლიან. რა ოპონენტები? მე გეუბნებით რომ ყველა არის ცუდი, ვინც იქ მივიდა იმის რომ კამერაში გადაიღო, ზოგი დასრული ბოტით, ზოგი სუფთა ბარით. მე რამ რომ რეაგირება ვერ მოახდინა 13-ში, რა თქმა უნდა მაგას. ადამიანები არ გვემახსოვრება და პრობლემა არის ის რომ საქმე რო არ აქვს პოლიტიკოს და უცებ რომ მოხდება უბედურება და ამ დროს შეგიძლია რეიტინგი აკრიფო, ოპოზიცია და პოზიცია ხართ ანუ თქვენ კი არ მოგმართავთ რომელიმეს, ანუ კონკრეტული პოლიტიკოსები არიან ამ შემთხვევაში უნამუსოები. ჩემი მხედვა მაგ გამოცდებზე ხო არ იღიან ახლა, აბა გამოცდაზე იყო ზალიკო დღეს მისული და რა გამოვიდა ახლა რომ არ უნდა მისული თქვა. გამოცდაზე სხვა რამე არის კაცო, გამოცდა არის ყველა მიხვიდე ხო ეს გამოცდა არის შეკრება. გამოცდა არის კონკრეტული შეკრება. შეიძლება ილიაოს ბაზარზეც მიხვიდე. შეიძლება მისულიყავი დღეს მიხვიდე ლილოს ბაზრობაზე. ხვალ მიხვიდე ფეროს ქარხანაში მიხვიდე. გუში რაც ბატონმა უდუმაში მე რიგით ადამიანს მინდოდეს იქ მისვლა. აუცილებლად თანამდებობის პირი უნდა მივიდეს. აუცილებლად ჩემს მაგრივე რაც ვიღაცამ უნდა დაბაროს და გააკეთოს საქმე. და ის 13 ივნისი სწორად გითხრათ ამ ახალგაზრდა ადამიანმა, რომ 13 ივნისი რო დადგა, მე შვილები არ ამყავთ, მაგრამ ჩემი მეგობრის სათითაოდ ყველა 14, 15, 16, 17, 18 წლის ბიჭები ისე რომ მშობლებს გაეპარენ და მე დავსდევდი. იმიტომ რომ აი აქამდე წალახში იდგნენ და ის ძალიან კარგია თიკა, მაგრამ მაგაჯობდა მერიამ დგარიყო მოწოდების სიმაღლეზე და დროზე მოეხდინათ რეაგირება. აი მერიამ გაეკეთებინა ის ახალი გზად იმით. მერიას უნდა რეაგირება მოეხდინათ დროზე თორე ზუსტად ამიტომ რაც არ გესმის სიმღერას ხო არ მოდის და არავინ არ გასწავლებს რა. დაანებე მერიას. კვეთრად აქვს გაჟღერებული, რომ ის აქცენტს აკეთებს ახალგაზრდებზე. დღეს ჩემი თაობა არის პოლიტიკურად ძალიან აქტიური, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა და 30-ის და უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში, ეს ერთი და განსაკუთრებით ქალაქის სამშენებლობაში. რაც შეეხება ბატონ უდუმაშვილს, რომელმაც გუში მეხანძრეებიც კი დაადანაშაულა, რომ ხალხი აეყოლიებინა, ის 150 მაშულ მეხანძრე, რომელიც თავისი ცოცხლის ფასად 1 საათში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და იმასაც გაიძახდა, რომ ხანძარს არ აქრობენო. აი ზუსტად ამ სიცრუის გამო მე იმედი მაქვს, რომ ხალხს ეყოფა ანალიზის უნარი და მიიღებენ სწორ ადეკვატურ გადაწყვეტილებას და არ მისცემენ საშუალებას მათო გაიტანონ. მე მინდა რომ ბავშვთა სამყაროსეც ესეთი ინფორმაცია გაქვთ თქვენ ალბათ, ხო? ბავშვთა სამყაროსთან დაკავშირებით ყოფილი ხართ გამოძიებით, მაინტერესებს. თუ არა გვაქვს ჩვენ საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ჩაიფაცხება და რაღაცა სხვა დინამიკა არის. დასრულდა ირაკლი ამისი თავრობას რატო უნდა? მაინტერესებს შეგიძლიათ ამიხსნათ. თავრობის იყო ბავშვთა სამყარო, თავრობის არის ელიავას ბაზრობა. ვის უნდა უხაროდეს, რომ იქ რიგითი ადამიანი სადისტი თუ არ არის ვინმე რა? თქვენ გეკითხებით მე და თქვენ როგორ მეკითხებით? არა, მე ხო და თქვენ გიბრუნებთ დასრულდა გამოძიება. თქვენ ყვაყოფილი ხართ როგორ მიდის გამოძიება ყვაყოფილი ხართ? გამოძიება მიმდინარეობს და რას გითხებთ? ერთი და იგივე. მასალა რომელსაც პროკურატურა იგივე გიხდები ვერ ვიტრიალებ. ჩვენ მინდა რომ უკვე რეზიუმებზე წავიდეთ, ვინაიდან ფინალისკენ მივდივართ, ამიტომ ბატონ გიორგი დავიწყებ, რეპლიკა ქონდა კარგახანია ვხედავ ბრძანეთ და თან ფინალური თქვენი აზრი რა ვიმსჯელეთ შევაჯამოთ. 13 ივნისის ტრაგედიის თემა წამოწიეს ჩვენმა ოპონენტებმა და იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ამ თემას ჯობია საერთოდ არ შეეხონ, იმიტომ რომ ზოგადად სახელმწიფოებრივი ხედვის და მთლიანად დაცლილია აი ის კომენტარები, რის გამოც ეს თემა წამოწიეს რა. საქმე იმაშია, რომ ეს ტრაგედია და ადამიანების მსხვერპლი მოხდა იმიტომ, რომ ჩამოშლილი იყო სახელმწიფოს ინსტიტუტები.
და ქვეყანა ერთი წამით აი მაგას რო ვერ ხვდებით იმაშია ტრაგედია იმიტომ რომ თქვენ ერთი წამით მომისმენთ ჩახერგილი იყო ყველაფერი და ხალხი დაიხოცა თქვენი გულისთვის ვაი ერთი წამით მომისმენთ რა შუაშია რა სახელმწიფო სტრუქტურები თქვენ ქალაქი დატოვეთ ბაშიაჩუკის და ბეტმენის ამარა და ეხლა აბრალებს ტრუბას ნიშას გაკეთებული და ამინს იმისი უგულავას გაკეთებულია ის გზა თქვენი გაკეთებულია როგორ ვერ შემოყვებით მაგ პოლიტიკაში უბრალოდ მინდა საფუძვლიანი შეფასება გავაკეთო მეტი არაფერი იმიტომ რომ თქვენ სხვა განზომილებაში ხართ ეს ტრაგედიის შედეგები იყო სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ნგრევის შედეგი და არა მილის გამიგეთ რა შეასახმეთ თქვენ სახელმწიფო თქვენ ეს განწირული ხალხი იმხამეს დატოვეთ კიდევ ერთხელ ვიტყვი ბაშიაჩუკის და ბეტმენის იმედი არა ეხლა თით რა არის მაგრამ ყველაფრისგან იმას ნუ გააკეთეთ კონკრეტული ადამიანების იმიტომ რომ ყველაზე როგორ აღინიშნათ არის კონკრეტული ადამიანების უბეზურება 13 ივნისას იყო კონკრეტული თაბუკაშვილის ქუჩის სახლის ნგრევით პრემიერ-მინისტრის ფუნქციები შინაგანსაქმეთა მინისტრის ფუნქციები და აი ამ რაღაცა wording რო შევწირეთ ეს ქვეყანა რო ოღონდ მე პოლიტიკურად ეხლა ხალხო ხვალ რო პოლიტიკურ პარტიაში ადგილი გთხოვოთ იმიტომ რომ აქ ორჯერ რაღაცა სიტყვა ვთქვი სირცხვილია მარტივად გეტყვით 30 წელია ეროვნული სასახლე არავის არ გახსენებია საერთოდ 4000 აი რისი წარმომადგენელი ეროვნული სასახლე არის მოსწავლე ახალგაზრდობის გადასცემდნენ იმ დროს იმას ამ დროს ამას მე ძალიან მარტივად მაინტერესებს როდის უნდა გაახსენდეს და ეხლა დავიწყეთ კვლევა ამ სასახლის 8 თვეა იმ სასახლის კოლექტივთან ერთად საძირკვლიდან დაწყებული ჭერს ვაკეთებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ქალაქს ეყოლება წარმატებული ღირსეული ადამიანი მერი რომელსაც იცით რას გეტყვით თქვენ შექმენით იმდენი რამდენი შექმნა ბიძინა ივანიშვილმა თუნდაც ქართული კულტურისთვის და ერთმა დამიფაროს ვაიმე ირაკლი სირცხვილია იმ კაცის გარემონტებულ თეატრებში და სცენებზე მე საერთოდ ერთ სივრცეში არა ვარ იმ ადამიანთან ერთად დაყოფი ზოგადად კერპთაყბანის მცებლობას ვერ ვიტან და 25 წელია რაც ამ ქვეყანასთან ერთად გავიზარდე ჟიჟი უბრალოდ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ შენ ნამდვილად იცი რომ არასოდეს პოლიტიკურ თემაზე მე არასდროს არსად არ ყოფილი ვარ იმიტომ რომ დამაინც ირაკლიც ძალიან კარგად მახსოვს ერთად როგორ ვიწყებდით სტუდენტები ვიყავით ის მღერო და მე კონსერვატორიაში ვსწავლობდი და ასე შემდეგ და ნუ დავკარგავთ ხალხნო ისე თავმოყარეობას რომ დღეს რეალურად ახლა ზალიკოც ადამიანურად მიყვარს წესიერებაზე არ არის აქ ლაპარაკი ყველა წესიერი ადამიანი პოლიტიკოსი არის ამ სპექტრში ნუ მივაყენებთ ერთმანეთს პოლიტიკოსი რეალურად რომლის გუნდსაც დღეს ძალუց რომ დაწყებული უწესო და კარგი მეურნე იყოს ხო მაგალითად აბა თუ წესიერებაზე არ გაიარა აბა რაზე უნდა გაიაროს გადის ზალიკო ნამდვილად ძალიან წესიერი ადამიანია და ქალბატონი ელენეც ალბათ ძალიან წესიერი ადამიანია მაგრამ პოლიტიკოსი და მეურნე რომელსაც შეუძლია რომ ქალაქი თავის გუნდთან ერთად აწიოს და ძალიან ბევრია პრობლემა რომელშიდაც ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით თეორიულად ვერ მივიღებ იმიტომ რომ მე თვითონ ჩემი შრომის და გარჯის და ჯანმრთელობის და დედაჩემის და ჩემი სამეგობროს ჯანმრთელობის ფასად ძალიან ბევრი რამე გვაქვს ამ ცხოვრებაში გაკეთებული და არ მივიღებ ამ ქრესტომატიულ თეორიულ სწავლებას მიერ გარემონტებულ თეატრებში ო გარემონტებულზე ამინა საუბარი ამ შემთხვევაში იმიტომ რომ მე თვითონ როცა დავინახე 2012 წლამდე რომ მას პოლიტიკური ამბიცია გაუჩნდა და იქამდეც გამოსჭიოდა თურმე მე რომელიც ვიზღირებდი მისგან დახმარებას ყოველთვიურად $200 2012 წლის არჩევნებამდე უარი ვთქვი, იმიტომ რომ მაშინ მე აქ ვერ ვიდგებოდი და საპირისპირო მხარეს ვერ დავამტკიცებდი და აქედან გამომდინარე ეს მე ხლა მაგ მახსოვს სწორედ ამიტომ აქვს მე ამის უფლება. რაც შეეხება იმას სულ აპელირებენ რომ პოლიტიკა არის ბინძური, რა გინდათ ამ ხელოვან ხალხს რატომ მიდიხართ ვიდრე ზალიკოსნაირი ხალხი არ მოვა ხელისუფლებაში და ზოგადად რაც მეტი იქნება რაც მეტი იქნება ბოდიში მე ზალიკოს ბევრად კარგად ვიცნობ და ბევრად დიდი ხანია მაგრამ კიდევ თქვენ საუბრეთ ჯობია რა მე ზალიკოზე ვიტყვი იმიტომ რომ რაც მეტი იქნება ესეთი ნათელი სახე და ესეთი გულწრფელი ადამიანი პოლიტიკაში სუფთა
მით უკეთესად იქნება ჩვენი საქმე და იმასაც აღარ იტყვიან რომ აი პოლიტიკა არის ბინზური, სუფთა ხელებით მოდის ადამიანი ნამდვილად და მიშას ხო უყენით უკვე 7 პიჯაკის გულისთვის არის დევნილი და მოქალაქეობა აქვს პარტია მიშა არის ახლა უკრაინელი პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში ის არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დამფუძნებელი მაგრამ რადგან ის ვერ ჩამოდის საქართველოში მას აქვს თავისი შეფუღაც არ იყოს მეც გამიშვით იმიტომ რომ ძალიან შეფთო სულ ყველას ძალიან მალე ბრძანეთ ბატონო ახლა ფინალში ვარ გესალმებით საზრი არა იცი ძალიან კარგია რომ თელმა გადაცემამ თითქმის თელმა გადაცემამ ორი გამონაკლისის გარდა ერთმანეთთან შეურაცხყოფებისა და შეურაცხყოფების გარეშე ჩაიარა და ძირითადად უმალო შემთხვევაში საკმაოდ კორექტული იყო. რაც შეეხება რუსთავი ორში მუშაობას, ვთვლი რომ ამდენი ხნის განმავლობაში რუსთავი ორში მუშაობა ნამდვილად არის ადამიანის მინუსი, იმიტომ რომ პრინციპში მეც მუშაობდი, ჩემი პირველი სამსახური იყო რუსთავი ორი და მახსოვს რომ იმ ხელისუფლების პირობებში როგორ იყო დაკვეთა რომ მარტო კარგი ნიუსები უნდა წასულიყო ბიზნეს კურიერის გულისხმობ ამ შემთხვევაში და ამავდროულად პრინციპში ისიც არავისთვის არ არის უცნობი რომ ბიუჯეტი ძალიან ბევრს კარგავდა რუსთავი ორის სახით, რუსთავი ორი იპარავდა ბიუჯეტიდან, მალავდა გადასახადებს, რასაც არ მალავდა, იმას პატიობდა იმდროინდელი ხელისუფლება, როცა მაშინ შეიძლება 100-200 ლარზე კავკასია დაეხურა, ხო? თქვენ ალბათ ჩვენებას ჩამოგართვევენ, ხო? ნუ ამ შემთხვევაში ის რომ რუსთავი ორთან დაკავშირებით მიშას ხელისუფლება მეორე მხარეს ყოფილიყო როგორ მოიქცეოდა, ეს ძალიან კარგად ვიცით, ხო? შეიყვანდა სპეცნას და ძალიან მალე დახურავდა რუსთავში მუშაობას თქვენ ზალუდუმაშოს უთვლით რა თქმა უნდა კი ბატონო რაც შეეხება მერობის კანდიდატს და პრინციპში კახა კალაძეს რომელიც მხარდამჭერიც მე ამ შემთხვევაში ვარ პრინციპში ის რომ კახიმ ყველაფერს თავისით მიაღწია ის რომ კახი მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს როგორც სპორტსმენმა ის რომ ენერგეტიკის სამინისტრო მისი მმართველობის პერიოდში იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული სფერო სადაც იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიშნებიც იყო მისი კონკრეტული პროექტების და გადაწყვეტილებების მიმართ ხო თქვა გაზპრომის თემას გულისხმობს კი მაგრამ ეს იყო თემა რომელსაც ვერავინ ვერ აუქცევდა გვერდს ეს იყო პრობლემა რომელიც უნდა მოგვარებულიყო პრობლემა რომელიც რაღაც პერიოდი გვარდებოდა მინუსების გარეშე მაგრამ როცა გამოსავალი სხვა არ არის ნუ ამ შემთხვევაში გასაგებია რომ რაღაც გარკვეული დათმობებების გაწევა გიწევს მეორე მხრივ ეს იყო სფერო რომელშიც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების შემდეგ ყველაზე დიდი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები შემოდიოდა ქვეყანაში და ამას გარდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროშიც შედის მაგალითად იგივე მილსადენების საკითხი პროექტი ნაწილი რომელიც ენერგეტიკის თემაში ცხადია უფრო უნდა მოიაზრებოდეს მაგრამ ნუ ამას გარდა ასევე ცხადია გასაგებია ყველასთვის რომ ნაციონალური მოძრაობა იბრძვის მეორე ადგილისთვის შემდეგ საკრებულოში გარკვეული მანდატებისთვის და ნუ თუ კი ისინი თქვა შეძლებენ და მეორე ტურამდე მიაღწევენ მათთვის ძალიან კარგი იქნება სხვა დანარჩენ ძალებზე შეიძლება ითქვას რომ გასაგებია რომ მათი მონაწილეობა ამ შემთხვევაში გამარჯვებისგან ძალიან შორს არის მაგრამ ძალიან კარგია პრინციპში ის რომ მათ უარი თქვეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობაზე და ისინი ცალკე დამოუკიდებლად თავიანთი პოლიტიკური იდეოლოგიას რომელიც ჩემგან საკმაოდ განსხვავებულია მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც მისასალმებელია რომ ისინი გეკუთვნოდათ ეს რა კი უარი თქვით ნაციონალურ მოძრაობაზე ბრძანეთ არაფერი ნაციონალურ მოძრაობას მეორე ადგილში საბრძოლველი არაფერი არ აქვს მეორე ადგილზე არის ამ რეალობაში ასე რომ საბრძოლველი აქ არაფერია ანუ მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ბრძოლა არის პირველი ადგილისთვის თავისთავად რომელსაც პირველ ადგილს ნამდვილად უარი ნუ თუ კი პოლიტიკური შეფასებების ავიღებთ არ ავიღებთ ეს ხალხი გადაწყვეტს უბრალოდ მე თქვენ თქვით რომ უნდა ვიბრძოლოთ მეორე ადგილისთვის მეორე ადგილისთვის ბრძოლას ვერ დავიწყებთ იმიტომ რომ მეორე ადგილი უკვე გვაქვს მადლ ანუ მე სხვა რაღაცას ვამბობ თქვენ სხვა რაღაცას პასუხობთ ასევე მინდა გამოვთმაურო 2013 ივნისის ტრაგედიას როცა მეც პირადად არ შემეძლო სახლში გავჩერებულიყავი განსხვავებით გუშინდელისგან მაშინ როდესაც იქ ნამდვილად არაფრის გაკეთება პოლიტიკოს არ შეეძლო მე ნამდვილად უბრალოდ ავდექი ველოსიპედზე დავჯექი სამუშაო ფორმი და ვიმუშავე მაგრამ არც ერთი ფოტო არ გადამიღია და მესმის რომ ასე შეეძლო ყველას გაეკეთებინა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ თქვა სხვა პოლიტიკოსების ფოტოებიც გამოვიდეს მაგრამ პოპულარი ყოფილიყავით გადაგიღებდნენ აუცილებლად მოვიდოდა ყველა ჟურნალისტი ცხადია რომ გადამიღებდა ვიღაცა მაგრამ ჩემი სურვილი არ ყოფილა ის ჩემი სურვილი იყო რომ ვერ გავჩერდებოდი სახლში მაშინ როცა ქალაქს ასე საზოგადოებრივი ცხოვრება და პოლიტიკური ცხოვრება არის კანდიდატების შესახებ და მათი მხარდამჭერების შესახებ შესაბამისად აი როგორ კამპანიას უნდა ველოდეთ რაიმე თი განსხვავებულს თან მარტივად მინდა რაღაცას რეზიუმე გავაკეთო და ცოტა დრო წაგართვათ ზურომ თქვა წეგან ჩართვისას რომ ჩვენ გამოვრიცხავთ რომელიმე კანდიდატთან ან რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობა სამარჩევნებში ეს პოზიცია გვაქვს ჩვენ თითოეულს გირჩი რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ არც ერთი კანდიდატი არ მოგწონს
ანუ მარტივად. ეხლა დანარჩენზე ნუ მოლაპარაკებ, ვინ უფრო მეტად არ მომწონს. ანუ აქ ხალხი არის მოსული, ვინც მოწონს იმათ საქებად და მე უნდა დავიწყო, რომ ეს უფრო არ მომწონს, არა, ის უფრო არ მომწონს, ამიტომ ჩემი რეზიუმე იქნება ის, რომ ჩვენ დაველოდებით უახლოეს პერიოდს და იმედი მაქვს, რომ აქ სტუდიაში მოვალთ 25000 ხელმოწერას, რა თქმა უნდა შევაგროვებთ და მე უფრო მეტს ვიაპარაკებ. რაოდენ ხათნა მოკლედ თუ შეიძლება. მე ირაკლიმ პირდაპირ. მე მგონი გადმოიბირეთ ზალიკოსგან თქვენსკენ. მე ძალიან მოკლედ ირაკლის რეპლიკიდან დავიწყებ. ირაკლიმ თქვა, რომ მიშა სააკაშვილი არის უკრაინელი პოლიტიკოსიო. მე გეტყვით, ირაკლი რა ხდება უკრაინაში. იქ რეალურად იგებს პროცენტულად ტიმოშენკო. შესაბამისად, პოროშენკოს სჭირდება გარკვეული პოლიტიკური ძალა, რომელიც ტიმოშენკოს ამომრჩევლებზე იმუშავებს და ჩამოართმევს ხმებს. აი აქ არის სწორედ ამ მისიით მიშა იქ, მაგრამ მან 4%-ზე ზემო თავისი რეიტინგი ვერ აწია. ეს არის დღეის მონაცემებით. ანალოგიური რატო დავიწყე მიშაზე უკრაინით? ანალოგიური სცენარი არის ის, რასაც მიშა აკეთებს ახლა ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში. ის რომ ახლა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვერ გახდება ქალაქის მერი, ეს უკვე 1-5 არჩევნები გვაქვს ჩატარებული და ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ის რეიტინგი და ის რეალური რაც იყო ახლა თუნდაც 1 წლის წინ, ხო არ შეიძლება რომ გაიზარდოს და მით უმეტეს თბილისი ხალხნო თბილისში ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის არ დაგავიწყეთ მიშამ წააგო არჩევნები თბილისში. სურათის ცვლილების შესაძლებლობას გამორიცხავთ. უბრალოდ რეზიუმის აი ამ ტრადიციის ცვლილების შესაძლებლობას გამორიცხავთ. რისის ცვლილების? აი ამ ტრადიციის თქვათ რაც არა, ეს ფაქტია, ეს არის გამოკითხვებია, ისა რა ქვია, ნინო ჩატარებული. ეს არის ფაქტი, რომ ყველაზე დაბალი პროცენტი რეიტინგი ნაციონალურ მოძრაობას აქვს თბილისში. მე კიდე გამეორდები და ვიტყვი, ზალიკოს წარდგენა და ეხა ზალიკო ნამდვილად არ არის ჩემთვის არც გიგი უგულავა, არც გიგა ბოკერია და არც მეგის ქარდავა. ესენი ჩემთვის მიშა, მეგის ქარდავა, გიგა ბოკერია, ესენი ერთნი არიან. ზალიკო არ არის მასეთი. ზალიკოს არჩევანი იყო სწორი. იმიტომ რომ ერთი წუთი რა ჟიჟი. ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება თავისივე ამომრჩევლის ხმების მაქსიმუმის წამოღება. გითხრათ მიზეზი რა არის? 2016 წლის არჩევნების წინ სერიოზული პრობლემა შეექმნა მიშას მის მეგობრებთან საზღვრებს გარეთ და გიგა ბოკერიაზე გაკეთდა სერიოზული აქცენტი. გიგა ბოკერიას მხრიდან იქნა მიცემული პირობა, რომ ის შეძლებდა პოლიტიკური ბერკეტების, პოლიტიკური ვექტორების თავისკენ წამოღებას. ამ ეტაპზე გიგა ბოკერიამ ეს ვერ შეძლო. ეხლა ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება მათთვის დამტკიცება იმისი, რომ ის თავის აი ამ განაყოფს ჯობნის და რატომ ვამთავრებ. 22 მილიონია შემოსული თანხა, რომელიც ამ სპექტრზე უნდა იქნეს გადანაწილებული, ეს არის NGO-ები და ასე შემდეგ. USAID-ს არ გულისხმობს სოროსიდან შემოსულ, რომელიც საკმაოდ დაახლოებით 100 მილიონამდე შეიძლება მეტიც იყოს. თუმცა სადღაც 37% წინა წელთან შედარებით ეს თანხა არის შემცირებული. საიდან შემოსული უკაცრავად? ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებითაც მოხდება გარკვეული პროექტების დაფინანსება და გარკვეული გავლენების დაფინანსება. ამ თანხაზეა საუბარი ხალხო, მე უბრალოდ მინდა ამორჩეველსაც უთხრა. თქვენ მე ვიცი რომ ბევრი გაჭირვება გაქვთ. ეხლა გირჩზე ყველაზე სწორი პოზიცია ამ სიტუაციაში აქვს გირჩს, იმიტომ რომ მან იცის რომ ის ამ ფულისთვის ვერ იჭიდავებს ჯერ. მაგრამ ცოტა ისეთ სიღრმეებს წახვედით რომ მიჭირს წამოყოლა თავისი მოძრაობა შორის და ისა ჟიჟი მე შეიძლება რომ თქვა ძალიან ბევრი მოგვიდე უკაცრავად აიღებს 61%-ს. მე ამას როგორც სინასარმეტყველებით ვამთავრებთ, ხათუნა ყოფილია სინასარმეტყველება 61%. ესეთი ტიპოსი ქალები არსებობს. უკაცრავად, დიახ. შემოდგომამდე დიდი დროა და წინასაარჩევნო კამპანია ერთ რამეს ვიტყვი, რომ ნაციონალურ მოძრაობამ 2012 წელს აიღო ზუსტად იგივე ხმები, რამდენიც წინა წლებში იღებდა ხოლმე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. აქ თქვენ ვამბობთ, რომ არ შეიცვლებაო, თქვათ, რა უნდა შეიცვალოს ახლა წინა არჩევნებიდან ამ არჩევნებამდე. იგივე ხმები აიღო ზოგადად საპარლამენტო არჩევნებში, რასაც იღებდა ხოლმე 2012 წელს აიღო იგივე. მას შემდეგ ჩვენი ხმები 2016-ში კიდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, იმ როცა ოცნებამ გაიმარჯვა არჩევნებში, მაშინ გაიმარჯვა რის ხარჯზე, იცით, უბრალოდ ძალიან ბევრი ამორჩეველი მოდიში ვეღარ მოგცემ შესაძლებლობას დისკუსიის გაგრძელების უკაცრავად მოდიში. კი, ჩვენ ვამთავრებთ. 500,000 ამორჩეველი ყავდა ნაციონალურ მოძრაობას და უმრავლესობას ფლობდა პარლამენტში. 500,000 ეს არის ძალიან
აზოტ პლაჟი წავედი ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. ბატონი ხათუნა ბევრი პოლიტიკურად მოგცემ თქვენი პროფესია. უნდა დავასრულოთ. მადლობა ყველას. თქვენ ხართ მიშას სახე, ეხლა ზალიკოზე არ ვამბობიო თქვენი მეგობარია და მე მეგობრობას ყოველთვის დიდ პატივს ვუწევ. კარგი, ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ უკვე დარბაზის შემადგენლობასთან რამდენიმე კომენტარის დრო დაგვრჩება. ჩემ სტუდიაში მოსუსტუმრებს, რომლებსაც თითქმის 2 საათი, რომელმაც გაძლეს თითქმის 2